მტკიცებულებები და ის მოწმეები, რომელიც წარმოდგენილი იყო, არადასტურებენ და ვერადასტურებენ, აქედან გამომდინარეა, რომ როგორც კი ჩაგვარდება გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით, მასში გავასაჩივრებ. საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ ვაჟა გაჩეჩილაძის მიერ იქნა პირდაპირ შეურაცხყოფის მიყენება დავით ახალკაცის მიმართებაში, რის საფუძველზეც რეაგირება დავით ახალკაცის ქმედებასთან დაკავშირებით განახორციელეს, ხოლო მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს, რომელიც არის საჯარო მოხელე, მის მიმართებაში არ ყოფილა არანაირი თუნდაც ელემენტარულად ადმინისტრაციულად გაფრთხილების საშუალება, რომ გაფრთხილება გამოეყენებით არ ყოფილა და აქედან გამომდინარეა, რომ ყველა ის კადრი, რომელიც დადებულია სოციალურ ქსელში და იგაჟღერებული სიტყვებით, ქმედებებით განვახორციელოთ შესაბამისი რეაგირება. გადაწყვეტილება მოულოდნელი არავისთვის არ ყოფილა სამწუხაროდ. იმიტომ რომ რასაც ვხედავთ საქართველოს მასშტაბით მიმდინარე მეურნეობაზე, როდესაც თავისუფალი სიტყვის თქმის დროს აკავებენ სამოქალაქო აქტივისტებს, საქართველოს მოქალაქეებს, ახალგაზრდებს, ვინც ამ რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვის და ახალციხის რაიონულმა სასამართლომაც გაითვალისწინა ზუსტად ის, რასაც აკეთებს კლანის სასამართლო და არ შექმნა არანაირად იმ პრეცედენტს, რომ გამოეტანა გამამართლებელი განაჩენი ჩემს მიმართ.